ლაგოდეხის მერმა ჯონდომ დივნიშვილმა გომბორის სასწავლო ცენტრში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები მოინახულა ბანაკში არსებულ პირობებსა და აქტივობებს გაეცნო. თავდაცვისა და უსაფრთხოების ბანაკში 50-მა ლაგოდეხელმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. მათ 5 დღიანი სასწავლო კურსის ფარგლებში საბაზისო სამხედრო სწავლება გაიარეს. თავდაცვისა და უსაფრთხოების ბანაკის კურს დამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. ლაგოდეხელი 50 ახალგაზრდა გომბორის სასწავლო ცენტრში გადის სპეციალურ მომზადებას 5 დღიან კურსებს. კურსების ფარგლებში სწავლობენ საინჟინრო საქმეს, სწავლობენ სამედიცინო კუთხით მომზადებას, თვითგადარჩენას სხვადასხვა კრიტიკულ მდგომარეობაში და სიტუაციაში. მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროექტები ჩვენი ქვეყნისათვის, ახალგაზრდებისათვის, რაც ემსახურება ჯარისა და თავდაცვის საქმიანობის პოპულარიზებას ახალგაზრდებში. დღეს მოინახულა ლაგოდეხის მერმა ბატონი ჯონდო დივნიშვილმა, რომელსაც გავაცანით მათი მოხალისეების გავლილი პროგრამები, ჩვენს მიერ დაგეგმილი და შესასრულებელი საომავლო გეგმები. ის შეხვდა თავის პირად შემადგენლობას, გაესაუბრა. მე მოხარული ვარ იმითი, რომ მოხალისეები, რომლებიც გვეწვიან კახეთის რეგიონიდან, აქტოვანებას ვერ ვლავენ აღნიშნულ ბანაკში გატარებული დღეების გამო და მზადყოფნას გამოთქვამენ მომავალშიც მიიღონ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა. მოგეხსენებათ სამხედრო სამსახური როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად ეს ბანაკი ზუსტად ის სფეროა, სადაც შენ შეისწავლი შენი ქვეყნის მოვალეობას, შენ სამხედრო სამსახურს, განავითარებ შენს ცოდნას და გამოადგები შენ სამშობლოს მომავლის და გავაგზავნებ ჩვენი წინაპრების სამსახურს. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ეს ბანაკი ზუსტად ის ბანაკი იყო, სადაც შევძელი რომ ჩემი შესაძლებლობები უკეთესად წარმომეჩინა და მომავალში ჩემი საკუთარი თავი ამ სფეროთი განმევითარებინა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ბანაკით. ძალიან ბევრი რამ შევისწავლე. ვიტყოდი რომ ეს 5 დღე ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო და საჭირო ჩემს ცხოვრებაში, რადგან ძალიან ბევრი რამ შევისწავლე, როგორც სამედიცინო პუნქტი, როგორც საინჟინრო პუნქტით, საინჟინრო განხრით, ასევე სპორტული განხრით. ვფიქრობ რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპში შეიძლება